წარსულის ალბომს რო გადავშლით, რა გეუფლება, რომ ეს არასდროს აღარ განმეორდება. სხვა ამბავია, რომ ამის დაფიქსირება შენში რა ემოციას იწვევს, ხო? მადლიერების გრძნობა, რომ ეს იყო და ეს შედგა. ბავშვობაში მე დამხვდა, რომ გავჩდი ძალიან საინტერესო სამყარო. ეს იყო იმდენად თავისთავადი, რომ იმას ცოტა გვერდიდან კი ვერ უყურებდი. შენ იყავი თვითონ მონაწილე ამ სამყაროს. მე არ მქონდა ეს. რახან მამა ჩემი ასეა და მეც ახლა არტისტი უნდა გავხდე, ეს არ მქონია მე. სადღაც მე-7 კლასში ჩემ თავში ეს აზრი აფეთქდა. მეც მინდა. ერთი სპექტაკლი ჰქონდა მამას, ვარშავის მელოდია. ამ სპექტაკლმა მე უცებ გამიღვიძა კი არა რაღაცა ესე დამბაზანს. მე ვთქვი როგორ რას ლაპარაკობ, მე აქედან კი არ უნდა ვუყურებდი. მეც იქ უნდა ვიყო. ერთადერთი ვინც გულშემატკივრობდა იყო ბებიაჩემ. ჩავაბარე, მე ჯერ ჩავაბარე რუსულ ჯგუფში და მე გადავედი. მაშინ კათედრის გამგე იყო ბატონი მიშა თუმანიშვილი. კითხვა იმან, ამას აქ რა უნდაო და ეს უნდა იყოს ქართულ ჯგუფში და მე ძალიან გამიმართლა, რომ ეს იყო პარალელური ჯგუფები იყო. რა საფუძველსაც დევდა, ხო, მსახიობში ბატონი მიშა. ის როგორც ფუნდამენტი რჩება. მე ემოციური კავშირი ამ მომენტთან გაწყვეტილი მაქვს, მიხვდით? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ბედნიერება იყო, რომ ჩვენი ჯგუფით, თან ესმერალდათი, თეატრი იხსნება, თან მთავარი როლი გაქვს, თან მოკლედ აი ბევრი იყო. კარებს აჯახუნებენ და ახალგაზრდა გვარდიის სახელით. დამსხვერპლი ეს იყო ის ბაზა, ასე ვთქვათ, და ის გამარჯვება, რომელიც აბსოლუტურად ამართლებდა მაშინ თეატრის გახსნის იდეას. სულ პირველი შექება, როცა აი სანამ თეატრი გაიხსნებოდა და იმ სპექტაკლში რო ვითამაშე, კარებს აჯახუნებენ. მაშინ რუსულად მითხრა ბატონმა მიშამ, ამ სპექტაკლში შენ იყავი არა გიშაპს რა, კარგი. ჩემთან შემდეგ არ იყო პაუზა. მე უბრალოდ წავედი მე თეატრიდან და მე წავედი თეატრიდან ეგრევე მოხდა, აი როგორც რო ინატრებს კინოში თუ აი გავედი თუ არა მე თეატრიდან და ეგრევე ორ კვირაში მე დამიძახეს ბერნარდა ალბა სინჯებზე და დამამტკიცეს. გადაღება მორჩა თუ არა და დამიძახა ისევ სინჯი იყო და ნანა კვასხვაძემ აი ყაზბეგის განკითხულზე. მე მაგას არ მოვითხოვ შენგან. ადამიანურ ცხოვრებას მოვითხოვ, იმ გვარ ცხოვრებას, რომელზედაც უფლება მაქვს და უნდა მომეცეს. ღმერთო ჩემო, რაებს ლაპარაკობს. საოცრება, რომ ბერნარდაში აი ესე ისევ დამიძახეს. ისევ აი ამ თემურ ჩხეიძის ბოლო ჯგუფის სპექტაკლი, რომელიც გადაიტანეს თავისუფალ თეატრში. მე რო წავედი თუმანიშვილის თეატრში და მე ის მომზადებული კი არ მქონდა გავქანდები ახლა რუსთავის თეატრში. მე წავედი. ეხლა რო უყურებ ჩემ ცხოვრებას, ხო? პერმანენტულად მე ესეთი რაღაცები მემართებოდა. წავალ და აღარ მინდა. აი, ნუ რაღაცა ამ დაგვარი. მაგრამ სადღაც შიგნით გრძნობდი, რომ ეს დროებითია და რუსთავის თეატრი იყო ისეთი სამყარო, მასშტაბური იყო იქ, ყველაფერი იყო მასშტაბური. რას გულისხმობ საინტერესოში? აი ატმოსფერო და სამყარო იმდენად იყო რაღაცა აი მიმზიდველი თუ არ ვიცი ისეთი იმპულსებით დატენილი და აზრით და ყველაფრით, რომ მნიშვნელობა აღარ ქონდა შენ რას თამაშობ. მოკლედ ეს არის ბედნიერება ნამდვილად, რომ ამ ადამიანებთან ქონდა შეხება. 9 აპრილის მერე მე მომიწვიეს ლიტერატურულ რედაქციაში
ტელევიზიაში. ჩემ დროს სწავლობდა ის ავტოდიდებული და იმან გურამ რჩეულიშვილის სალამურა წამაკითხა. ეს სალამურა არის ცხენის ისტორია. და ეს ცხენის ისტორია ისე გავდა. აი ურჩი ცხენი რომელიც ისე კარგად ამ ახალგაზრდა ბიჭს რჩეულიშვილს გულისხმობ იმასაც ეთყობა საქართველოს ავდამხედველობაში და იმიტომაც ამოიკითხა აი ამ ფონზე უცებ. და წერა რომ დავინახე მე ეს ერთი მსახი ახაც მახსოვს გამბურძღლა თანაც გაკრული ხელით ერთი მსახიობის და რას ლაპარაკობ მე ვთქვა მე არ მინდა ესე იმ წლებში კეთდებოდა ეს ნამუშევრები მონოსპექტაკლები ხო ეგზუპერიც ასე დაიბადა რომ ეს იყო ჩემი რეაქცია მოქალაქეობრივი აი მოვლენებზე და იმ ტრაგედიაზე რომელიც არ მთავრდებოდა მარტო სცენაზე დგომა ხო ეს თქვენ კარგად კითხეთ ახლა მისტიკაზე ხო მისტიკა ალბათ მაგრამ ასე რომ მიუდგე შეიძლება შიშით ვერაფერი ვერ გააკეთო უბრალოდ მე ხო სცენაზე არ ვაკეთებდი ამას პირველად მე ვაკეთებდი ტელევიზიით სცენაზე მე პირველად ბატონმა გიგალორსკიფანიძემ იმან თქვა რომ აი ეს სასტრაფოდ და ეს გააკეთე და მერე რომ გავედი სცენაზე ხორავაში მაშინ პირველ თეატრალურ საზოგადოებაში ვითამაშე მთელი სამყაროა ვებერთელა და ერთი კი იცი რომ რამე რომ გაგიჭერდეს პარტნიორი არ არის გვერდით რა გაკეთებინებს აი იმ პერიოდში სათქმელი რომ არა ასეთი მიზანდასახული რეჟისორი გიგი ლორიას-გუზმა რომელმაც აი შეუპოვრობით გამოვედი და აი ასე ეს სპექტაკლი დაიდგა აქ ისეთი აი თეატრალური ოაზისი თუ იქნება რომ დამოკიდებულებით ამით გამახსენდა მე სოფიკოს თეატრშიც ასე იყო რომ მეუბნებოდა შენაგას ნუ უყურებ რომ ეს პატარა თეატრია ანუ სეზონი შედგა ეგეთი როგორც რომ თერაპია რომ მოხდება ხო ითით თერაპია უცებ ყველა მხრიდან რომ ისა და შენ ჩადექი ფორმაში აი ასე მოხდა ამ შემთხვევაში და უცებ რაღაცა ხედვა და ჟანგბადი რომლითაც უნდა გესუნთქა ისე ვის დაგიბრუნდა. ჩემთვის ეს პროფესია ნაკლებად არის ნიღაბთან დაკავშირებული. მე მაინც გონია რომ ეს პროფესია არის სიმართლეზე და არა სიმართლისგან რაღაცა გაქცევის ფორმაზე ეს პროფესია მაინც გულწრფელობაზეა და მე როგორც ვატყობ პრინციპში ნორმალური არტისტები დიდად არაფერს არ ირგებენ როგორც არიან ისე არიან